სამების მაყურებელს თითქმის 800 მილიონი ლარი დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტისთვის. თბილისის მერიამ პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტის პრიორიტეტები 8000 მოქალაქის გამოკითხვით შემუშავდა. უკვე ცნობილია 4 მიმართულება: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანება, საბავშვო ბაღების აშენება, რეაბილიტაცია და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. კიდევ რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2015 წლის ბიუჯეტში? როგორ და რაში გაიხარჯება 800 მილიონამდე ლარი? მოამბის კითხვებს ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია უპასუხებს. საღამოშვიდობისა ბატონო დავით, მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო გადაცემაში მონაწილეობისთვის. საღამოშვიდობისა ვასო, მოგესალმებით, ვიესალმებით ტელემაყურებლებს. ბატონო დავით, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, როგორც უკვე აღინიშნა, 8000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტებით შედგა. როგორ ფიქრობთ, პროექტს მხოლოდ 4 პრიორიტეტული მიმართულება გამოიყო დღეს, მაქსიმუმ 15 ნოემბერს ეს პროექტი საკრებულოში უნდა გადაიგზავნოს. თუ შეიძლება რომ გითხრათ, კიდევ რამდენი პრიორიტეტული მიმართულება დევს თითქმის 800 მილიონიან ბიუჯეტში? 4 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება, რაც ჩვენ გამოვკვეთეთ და პრიორიტეტი, ეს არის ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, თუმცა დასაკრებელია არის სხვა საკითხებიც, რომელიც თბილისის ბიუჯეტში არის განსაზღვრული, ბიუჯეტით არის განსაზღვრული და რომელიც 2015 წელს აუცილებლად დაფინანსდება. თუმცა ეს პრიორიტეტები შეირჩა მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე და ასევე ამ პრიორიტეტების შერჩევისას ვიხელმძღვანელით იმ წინასაარჩევნო პროგრამით, რომლითაც მე და ჩვენს გუნდს დაგვიჭერა მხარი ამ მომრჩეველმა. ამდენად ამ ორი რამის კომბინაციის საფუძველზე იქნა განსაზღვრული მთავარი პრიორიტეტები და იქნა განსაზღვრული სხვა მიმართულებები, რომლებიც ასევე ფინანსდება 2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით. ბატონო დავით, უკვე დასახელებულ პრიორიტეტებზე რო ვისაუბროთ, პროექტიდან დღეს თქვენ გამოყავით ახალი ჯანდაცვითი პროგრამები. თუმცა დედაქალაქის მერი ამ მიმართულებით, რასაკვირველია, განცხადებების საფუძველზე მოქალაქეების თითქმის ყველა განცხადებას აფინანსებდა. თუ შეიძლება მოკლედ რომ მითხრათ, ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის კუთხით რა არის რადიკალურად ახალი მიმართულება? ჩვენ ჯანდაცვის კუთხით 8 მილიონი ლარით განსაზღვრეთ სხვადასხვა პროექტების და პროგრამების დაფინანსება. მე ცალკე გამოვყავი რამდენიმე პროგრამა, რომელიც ადრე არ ფინანსდებოდა და 2015 წლიდან დაფინანსდება. ეს არის C-ჰეპატიტის დიაგნოზთან დაკავშირებული პროგრამა, ეს არის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების, მათ შორის ისეთი 0-დან 25 წლამდე პირების მკურნალობის დაფინანსება, რომლებიც ლეიკემიით არიან დაავადებული. არის ასევე სხვა პროექტები და პროგრამები. ჩვენი ძირითადი მიდგომა არის ის, რომ გავაკეთოთ დაფინანსება ისეთი დაავადებების, მკურნალობისა და დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, რომელიც ერთის მხრივ არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამით და ცენტრალური ხელისუფლების მიერ და თავისი სტატუსით და მნიშვნელობით არის მუნიციპალური პროექტები და პროგრამები. გარდა ამისა, ჩვენ გარკვეული ტიპის სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, რადგან ეს იგივე პრიორიტეტია, 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრეთ და გავზარდეთ დაფინანსება როგორც თბილისის მერიის ცენტრალური პროგრამების სახით, ასევე გავზარდეთ დაფინანსება 10-ვე რაიონული გამგეობების ბიუჯეტებს ქვეშ, რათა რაიონულმა გამგეობებმა შეძლონ იმ პირველადი მომართვების და მცირედი მომართვების დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა, რაზეც ხშირად მიდის მასთან თბილისში მაცხოვრებელი ადამიანები. ბატონო დავით, დაფინანსების ზრდა უკავშირდება საერთოდ ბიუჯეტის ზრდას, თუ ეს არის გარკვეული თანხების გადათამაშების შედეგად მიღებული დამატებითი სუბსიდია? რასაკვირველია, პირველ რიგში ეს ბიუჯეტის ზრდასთან არის დაკავშირებული, მეორეს მხრივ დაკავშირებულია იმ საჭიროებებთან, რა საჭიროებებიც მოდის მოსახლეობის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მეტი საშუალება გვქონდეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პროექტის და პროგრამის დაფინანსებას შევძლებთ, მაგრამ შემოსავლები რაც არის განსაზღვრული 2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტით საკმაოდ ზუსტად არის გაანგარიშებული და ის რის საშუალებასაც გვაძლევს ბიუჯეტი და მისი საშემოსავლო ნაწილი, რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი შემდგომ უკვე ხარჯებში ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფისა. არის რა თქმა უნდა კიდევ სხვა დამატებითი საჭიროებები მოსახლეობის მხრიდან, თუმცა
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ ამოსავალ პრინციპად ვიღებთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, რომელსაც ვაფინანსებთ ოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. ბატონო დავით, საკრებულოს ოპოზიციამ გუშინ გააჟღერა საკუთარი მოთხოვნები, მათ შორის არის გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე სუბსიდია. დღეს გახდა ცნობილი, რომ ასეთ სუბსიდიას ან შეღავათებს მიიღებენ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მოქალაქეები. მაინტერესებს, რომელ სოციალურ კატეგორიაში მოხვდებიან ეს მოქალაქეები და რა ფორმით მოახერხებენ ისინი ახალი შეღავათით სარგებლობას. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამავდროულად არიან სოციალურად დაუცველები და რომელთათვისაც შეღავათიანი ან 20 თეთრიანი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა არის მნიშვნელოვანი, ეს დიდი კონტინგენტი არ არის. მე დღეს ასევე ხაზი გაუსვი იმას, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგები, რომლებიც სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით და მათი შრომის ანაზღაურება არის ძალიან მცირე, ეს არის 250-300 ლარი თვეში, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი შეღავათი ქონდეთ, ისინი 20 თეთრიანი ტარიფით სარგებლობენ, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ მათთვის უფრო მეტ შეღავათებს, ვინაიდან დაბალ შემოსავლიან კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი. ეს არის თქვათ ამ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ის დამატებითი შეღავათები, რაც ჩვენ შევძელი და გავითვალისწინებთ ბიუჯეტში. ანუ მხოლოდ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მოქალაქეებს არ ეხება შეღავათები ეხება სოციალურად დაუცველებს ამ შემთხვევაში და რაც შეეხება საბავშვო ბაღების პედაგოგებს, ისინი უკვე სარგებლობენ შეღავათით და კიდევ უფრო გაიზრდება ამ შეღავათების სუბსიდია. კიდევ უფრო მეტი შეღავათებით სარგებლებენ ისინი. ჩვენ ხვალიდელი მთავრობის ხომაზე ან დედაქალაქის მთავრობის ხომაზე გვექნება კონკრეტულად ამ საკითხზე მსჯელობა. მე დაზუსტებისთვის გეტყვით იმას, რომ 20-მდე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანის სარგებლობს დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათით. ეს არიან ომის მონაწილეები, ინვალიდები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ასე შემდეგ. ბატონო დავით, კიდევ ერთი პრობლემული საკითხი დედაქალაქისთვის საბავშვო ბაღებზე მინდა კითხოთ. გასაგებია, რომ იგეგმება ბიუჯეტით 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია. მაგრამ დაახლოებით 6,000 ბავშვი მაინც ადგილის გარეშე ერჩება, ეს დაახლოებით ციფრია, შეიძლება უფრო მეტიც იყოს. უმცირესობა ვაუჩერების სისტემის შემოღებას გთავაზობთ. როგორ ფიქრობთ, პრობლემის მოსაგვარებლად გარდა უკვე პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, ხომ არ არის აუცილებელი რაიმე ალტერნატიული გამოსავლის მოძებნაც? ძალიან სასაცილოა ის, რასაც უმცირესობა გვთავაზობს, ისინი იყვნენ მთელი 9 წლის განმავლობაში ქალაქის მმართველობაში და საბავშვო ბაღების გაყიდვის გარდა არაფერი გაუკეთებიათ მათ საბავშვო ბაღებისთვის, ისევე როგორც რამდენიმე საბავშვო ბაღში ნაციონალური მოძრაობა შეასახლეს. ჩვენ უკუ პროცესი დავიწყეთ ნაციონალური მოძრაობის გამოსახლება, ორი ბაღიდან, ასე ვთქვათ, ორი ბაღის ტერიტორია მათ უკვე დავატოვებინეთ კანონიერი გზით და ერთგან მიმდინარეობს რემონტი, მეორეში უახლოეს დღეებში დავიწყებთ რემონტს და იქ დამატებით შევიყვანთ ბავშვებს. ამ შემოდგომაზე რაც ჩვენ მოვასწარეთ ამ 2 თვენახევრის განმავლობაში 3,000-მდე დამატებითი ადგილი შევქმნით ჩვენი აქტივობების შედეგად საბავშვო ბაღებში. მომდევნო წელს დამატებით 4,000 ბავშვისთვის შევქმნით ადგილებს საბავშვო ბაღებში. ეს იქნება როგორც ახალაშენებული ბაღები, ასევე ეს იქნება ბაღები, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ დამატებით არის სივრცეები იმისათვის, რომ გავარემონტოთ და დამატებითი ჯგუფები შევქმნათ, ასე რომ საკმაოდ ასე ვთქვათ მიზანმიმართულად მუშაობ ჩვენ ამასთან დაკავშირებით და ის რაც ჩვენ წინასაარჩევნოდ შეპერდით თბილისელებს აუცილებლად იქნება ამ თვალსაზრისით გაკეთებული. ბატონო დავით, კოოპერატიული ბინაჩვენებლობის მიმართულებით თუ იქნება გათვალისწინებული სუბსიდია 2015 წელს, შარშან ბიუჯეტი დაზარალებულ მენაშენეთა დასაკმაყოფილებლად თუ არ ვწდები 3 მილიონზე მეტ ლარს მოიცავდა, თუმცა როგორც ვიცი ეს თანხა სეკვესტრში მოყვა. რა იქნება 2015 წელს ამ მიმართულებით? კოოპერატიული ბინამშენებლობა ეს არის სახელმწიფოს მიერ შიდავალად აღიარებული საკითხი, რისთვისაც ცენტრალურმა მთავრობამ უნდა გამოყოს დაფინანსება მუნიციპალიტეტებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ 5 მილიონი ლარი მაინც გავითვალისწინეთ მომდევნო წლის ბიუჯეტში და ის დასამთავრებელი რამდენიმე მუნიციპალური ვალდებულების მქონე შენობა რაც არის, ამ შენობებისთვის იქნება ეს დაფინანსება გათვალისწინებული. მას შემდეგ რაც ცენტრალური მთავრობა მოგცემს მეტ დაფინანსებას, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება მეტი ასე ვთქვათ ვალდებულების გასტუმრება ამ თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება რაც არის, რომ მშენებლობის ორგანიზება გააკეთოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ამ ყველაფრისთვის ვართ მზად.
ბატონო დავით, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამოყოფილია ამ პროექტში პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა, თუმცა ბიუჯეტის პროექტის ამ ვარიანტში მეტი არაფერი წერია თბილისში საცობების პრობლემის მოგვარებაზე, ასევე ასფალტის საფარის მოწესრიგებაზე. მე როგორც მძღოლი, ასევე ჩემი თანამშრომლების უმრავლესობა საკმაოდ შეწუხებულია გარკვეული მონაკვეთებით გზებზე. ასევე საინტერესო არის ახალ ბიუჯეტში როგორ იქნება ეს მიმართულებები დარეგულირებული და ერთი საკითხი თუ შეიძლება ამავე კითხვაში რომ გავაერთიანოთ, ეს არის ყოფილი რესპუბლიკის მოედნიდან მთაწმინდის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობის საკითხი. რა ვითარება არის ამ საბაგიროსთან დაკავშირებით ახლა, როგორც ვიცი, თქვენ დროებით შეაჩერეთ მისი მშენებლობა? თქვენს და თქვენს კოლეგა მძღოლებს, ისევე როგორც სხვა მძღოლებს მოგაწვით სასიამოვნო ინფორმაციას. კერძოდ, ჩვენ მომდევნო წლის ბიუჯეტში საავტომობილო გზების მოწესრიგებისთვის 60 მილიონი ლარი გავითვალისწინეთ და აქ განსაზღვრულია ყველა ძირითად მაგისტრალზე, სადაც კი არის პრობლემური მონაკვეთები, გზების შეკეთება, ასევე გზის ახალი საფარის დაგება. 91 ქუჩაზე მომდევნო წელს დაგეგმილია წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ეს არის ჯორჯია ვოთერ ენდ პაუერი მილების გამოცვლა, წყლის მილების გამოცვლა, რომლის შემდეგაც ჩვენ სრულად აღვადგენთ 91 ქუჩაზე გზის საფარს. ჩვენ წელს შემოდგომაზეც გარკვეული ესე თქვათ ზამთრის წინამოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ და ვიდრე ამინდებია გარკვეულ საფარს გზების აღვადგენთ, ანუ მიმდინარე შეკეთებას გავაკეთეთ იმისათვის, რომ ზამთრის სეზონი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიაროს გზებმა და ადრე გაზაფხულდა, როგორც კი ამინდები გამოვა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს დავიწყეთ. გარდა ამისა, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს მომდევნო წელს ხიდების რეაბილიტაცია, რომელიც ასევე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებაში ჯდება და ამისთვის რამდენიმე მილიონი ლარი არის ასევე 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული, ასე რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკმაოდ აქტიურად წარიმართება მომდევნო წელს. რაც შეეხება საბაგიროს პროექტს, მე როგორც კი მერი გავხდი, საკმაოდ თქვათ დიდი პეტიცია დამხვდა არქიტექტორების მხრიდან და ეს პროცესი შემდგომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. არიან ადამიანები, რომლებიც თქვათ კატეგორიულად ითხოვენ იმას, რომ საბაგირო სადგური გაკეთდეს ძველი სადგურის ტერიტორიაზე. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ჩვენ დავხდა, ამ პროექტის მიხედვით საბაგიროს სადგურის გაკეთება სასტუმრო რედისონის წინ მოედანზე არის დაგეგმილი, თუმცა საბოლოო არქიტექტურული პროექტი არ იყო ამისთვის მომზადებული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საბაგიროს მოწყობილობები არის უკვე დამზადებული და საქართველოში ჩამოსატანად, ასე თქვათ, ის არის მზად. თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამ პროექტზე და გადავაპროექტებთ ამას, ანუ ძველი საბაგიროს სადგურის ტერიტორიიდან იქნება საბაგიროს, ასე თქვათ, ასვლა მთაწმინდაზე, მაშინ ჩვენ დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის გაღება მოგვიწევს იმისათვის, რომ პროექტი ხელახლა მომზადდეს და ის ტექნიკური მასალები, მახასიათებლები, ბოძები, კაბელი და ასე შემდეგ, რაც უკვე დამზადებულია, უნდა გადაკეთდეს და ზოგიერთი მათგანი ხელახლა უნდა დამზადდეს. ამიტომაც ჩვენ დილემის წინაშე ვართ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ორ რამეზე ვმუშაობთ. ერთი ეს არის საჯარო კონკურსი, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ, რათა დაინტერესებულმა არქიტექტორებმა მოამზადონ და შემოიტანონ პროექტი დაახლოებით როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საბაგიროს სადგური თუ ის გაკეთდება რედისონის წინა ტერიტორიაზე და მეორე ძველი სადგურის ტერიტორიაზე ამის გაკეთების შემთხვევაში დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის მობილიზება დაგვჭირდება. საბოლოო ჯამში ჩვენ ამ პროექტს გავიტანთ პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოზე, რათა საბჭო მიმსჯელოს ჩართულობით იმ ადამიანებისა, ანუ იმ სპეციალისტებისა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვს და სიტყვა ეთქმით. ჩვენ არ გვინდა რომ მივიღოთ, ასე ვთქვათ, ცალსახა გადაწყვეტილება, ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ამიტომ ფართო ჩართულობით იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღება. გასაგებია ბატონ დავით, საკმაოდ მოცულობითი არის დედაქალაქის ბიუჯეტი და საკმაოდ დიდი დრო ჭირდება მის დეტალურად განხილვას. რამდენიმე კითხვაც მექნება და მეც აღარ მოგაცდენთ. დღევანდელ ინციდენტს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც საკრებულოში მოხდა. უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით, კერძო თავშესაფრის შესახებ სხდომა გახდა ერთგვარი ფიზიკური დაპირისპირების ადგილი. თუ არის 2015 წლის ბიუჯეტში რაიმე სახის
სუბსიდია გათვალისწინებული დედაქალაქში უპატრონო ცხოველების, ესე ვთქვათ, მუნიციპალური თავშესაფრის შესაქმნელად და თუ იქნება მუშაობა რაიმე ერთიანი სტრატეგიის შესამუშავებლად ამ მიმართულებით. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა და ასე თქვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა მწვავე საკითხის განხილვა და მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ქვეპრიორიტეტია. დღეისათვის დღის მდგომარეობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შედის ერთ-ერთი განყოფილება, რომელსაც უპატრონო ცხოველებზე ზრუნვის საკითხები ავალია. თუმცა ვინაიდან ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილები და საკანონმდებლო ცვლილებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ის განყოფილება, რომელიც უპატრონო ცხოველებზე ზრუნავს დარჩება თბილისის მერიაში და ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, მისი ბიუჯეტი განსაზღვრულია და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით 2 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული ამ სამსახურის როგორც ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ასევე თავშესაფართან დაკავშირებული პროგრამული ხარჯებისთვის, ასე რომ ამ საკითხზე ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩემი ერთ-ერთი მოადგილე უშუალოდ კურირებს ამ პროცესს. ბატონ დავით, და ბოლოს მაინტერესებს, ქართული ოცნება საკრებულოში უმრავლესობას ფლობს, ჯერჯერობით 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს არ გადაგზავნია, თუმცა როგორია თქვენი წინასწარი მოლოდინი, დაეთანხმება თუ არა საკრებულოს შემადგენლობა მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს? ბიუჯეტის პროექტი კვირის ბოლოს გადაიგზავნება დედაქალაქის საკრებულოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ციფრთან დაკავშირებით, ყველა პროექტთან და პროგრამასთან დაკავშირებით წარვადგინოთ არგუმენტაცია, იქნება განხილვები როგორც კომისიებში, ასევე იქნება განხილვები ფრაქციების დონეზე და შესაბამისად უკვე საბოლოო ვარიანტი იქნება წარდგენილი სესიაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტის პროექტს ჩვენ მივიღებთ წარმატებით, თუ ვინმეს რაიმე შენიშვნა ან მოსაზრება ექნება, რა თქმა უნდა, განხილვისთვის მზად ვართ. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ ბიუჯეტის პროექტი პირველადი განხილვის შემდეგ დაუბრუნდეს თბილისის მერიას დაზუსტებისთვის და დაზუსტებულ ბიუჯეტს წარუადგენ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად. ძალიან დიდი მადლობა მოამბის კითხვებს. ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია პასუხობდა. წარმატებებს გისურვებთ ბატონ დავით. მოამბის მთავარი გამოშვება კი დღეს